მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, რომელიც რა თქმა უნდა ისევ smartphone-ების ირგვლივ ტრიალებს და დღევანდელი ვიდეო ვფიქრობ იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, რადგან შევადარებთ Nike-ს და Adidas-ს, Shaw-ს და Tethers, Mercedes-ს და BMW-ს, iPhone-ს და Samsung-ს. წინა ვიდეოში 1-2 წუთი დავუთმეთ იმ დეტალს, რომ ზოგადად iPhone-ი და Android-ი არ უნდა შეადარო ერთმანეთს. iOS-ი და Android-ი. მაგრამ დღეს ცოტა სხვა სტილით წავიყვან ამ ვიდეოს, არ დავიწყებ ახლა იმაზე საუბარს, რომ აი იმას უკეთესი კამერა აქვს, ამას უარესი ეკრანი აქვს და ასე შემდეგ და რატომღაც გადავწყვიტე, რომ Samsung-თან და iPhone-თან ერთად ჩამეკვეხებინა პიქსელიც, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს პიქსელსაც საკმაოდ დიდი მომხმარებელი ყავს ჩვენს ქვეყანაში. ბოლო ორი ვიდეოს განმავლობაში როგორც ხედავთ ხარისხი კიდევ უფრო წინ წავიყვანე, ვცდილობ ყოველ დღე რაღაც ახალ-ახალს ვამატებ დღეს, კაი განათება მოვიდა, ბექგრაუნდი, ასე შემდეგ, იმედი მაქვს მოგწონთ ეს ყველაფერი. თუ მოგწონთ, შეგიძლიათ გამოხატოთ ეს ყველაფერი ლაიქით, არხის გამოწერით, სარისხლაკის გააქტიურებით და კომენტარს თუ დატოვებთ, ეგეც ძალიან დამეხმარება. მოდი პირდაპირ გადავიდეთ Samsung-ზე და iPhone-ზე და პირველი რეალური სხვაობა, მთავარი სხვაობა მათ შორის რაც არის, ვისაუბროთ იმაზე. ეს არის სისტემა. ერთგან გვაქვს iOS-ი, მეორეგან Android-ი. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ორივე სისტემა დაფუძნებულია Linux-ზე, ასე ვთქვათ, Linux-ის ბაზაზე. მაგრამ ამ საერთო დეტალის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან ბევრი და დიდი განსხვავება გვაქვს. ძალიან მარტივად რო ახსნათ ეს დეტალი, iOS-ი არის ბევრად დახურული და ჩაკეტილი სისტემა, Android-ი არის ზეგახსნილი. რაც გინდა, რამდენჯერაც გინდა, როცა გინდა, შეგიძლია გააკეთო და ამ ყველაფრის ყველაზე კარგად დამამტკიცებელი დეტალი არის თუნდაც ის, რომ შეგიძლია smartphone-ის დარუთვა. დარუთვის დროს სისტემურ კომპონენტებზე და მონაცემებზე გაქვს სრული წვდომა, შეგიძლია ბევრი რაღაცის გაუმჯობესება, შეცვლა და ასე შემდეგ. ხოლო iOS-ის შემთხვევაში დარუთვა არ არსებობს, jailbreak-ი არის, ეს ბევრს გქონია რომ დარუთვა არის, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება რეალურად root-სა და jailbreak-ს შორის. პირადად მე როგორც სისტემა მირჩევნია iOS-ი, მაგრამ ეს მეხება, რადგან ამ ვიდეოს ვიღებ უკვე აქ ჩემი აზრები და ასე შემდეგ, თქვენ არ უნდა მოგახვიოთ თავს, რა თქმა უნდა, Android-საც აქვს პლუსი, iOS-საც და ასევე ორივე სისტემას აქვს მინუსი. პირველი მინუსი, მოდი ესე ზოგადად ვიმსჯელოთ და არა ეს მარტო გუგას აზრით და ფიქრებით და ასე შემდეგ, iOS-ი რადგან ხუდავს უფრო ჩაკეტილი სისტემა რადგან არის, არ შეგვიძლია ისეთი რაღაცების გაკეთება, როგორიც არის მაგალითად Android-ში ნებისმიერი APK ფაილის გადმოწერა. iPhone-ის შემთხვევაში IPA არის, ამიტომ ეს ბევრს ეშლება ხოლმე, APK Google-დან რო გადმოიწეროთ, iPhone-ში ვერ დაინსტალირებთ, რადგან ეს არის Android-ის ფაილი. iPhone-ში ხდება IPA-ს გადმოწერა, შემდეგ მაგის დასაინსტალირებლად, ძალიან დიდი ალბათობით დაგჭირდებათ უკვე კომპიუტერი, ჩალითში პირდაპირ გაგებით და ძალიან საწვალებელია მაგალითად რაღაცა კონკრეტული დახაკული დაჩეტილი თუ რაც ქვია თამაშის iPhone-ში გადმოწერა. Android-ზე კი მიდი შებერე იგრიალე, მაგრამ ამ დეტალს რეალურად აქვს ერთი ყველაზე დიდი მინუსი ამ Android-ის გახსნილობას. რაც უფრო ბევრგან შეგიძლია ესე რომ დავარქვათ რა ხელების ფათური, უფრო იკეტება შენი უსაფრთხოება და უფრო დიდი შანსია რომ რაღაცა საფრთხე შეგექმნას. ძალიან ზოგადი სტატისტიკა რო ავიღოთ, სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ვირუსების 95-97% მიმართული არის Android-ებისკენ, დანარჩენი iOS-ისკენ. ამასთან ერთად Apple აკეთებს ესეთ რაღაცას, რომ თუნდაც წარმოვიდგინოთ, ძალიან მოგვეწონა Apple Watch-ი საათი. აი Ultra, მე ყველა საათს მირჩევნია მაგალითად, ოღონდ მეორე სერია არა, პირველი, იმიტომ რომ მეორე ძალიან იგივე გამოუვიდათ და 100,000 ჯერ ძვირი ღირს. ამიტომ პირველი მართლა მაგარი იყო, მქონდა კიდევაც. იმისათვის რომ აი მოგეწონა ხო Apple Watch, მიდიხარ ხარ Android-ის მომხმარებელი. всё, დაივიწყე. ვერ გამოიყენებ იმისათვის რომ Apple Watch-ი გამოიყენო შენ ყველანაირად, ზოგადად გააქტიურო, ამისათვის აუცილებლად უნდა გქონდეს iPhone-ი. ხოლო რაც შეეხება ნებისმიერ სხვა Android smart საათს, Samsung-ი იქნება პიქსელი რაღაცა ხიუხიუები და ასე შემდეგ, სულ 20-30 ლარიანიც რომ იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. მაგის დაკავშირება შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ Android-ზე, ნებისმიერ iOS-ზე. ხშირ შემთხვევაში მსგავს საათებს აქვს თავისი აპლიკაცია, იქიდან შეგიძლიათ რაღაც wallpaper-ის შეცვლა, სხვადასხვა ნოტიფიკაციების გააქტიურება და ასე შემდეგ. ამიტომ ამ Apple-ის ნაწილში საათი თუ მოგინდა, უეჭველი iPhone-ი უნდა გქონდეს. ეგ პირადად ჩემთვის შეზღუდვა, იმიტომ რომ შეიძლება Samsung-ის S25 Ultra მევასება, მაგრამ არ მინდა Samsung-ის საათი, მინდა iPhone-ის საათი, Apple-ის.
ვერ გამოვიყენებ. მაგრამ ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც ქონია Apple-ის ეკოსისტემასთან შეხება, დამეთანხმება ალბათ და რთული არ დამეთანხმოს, რომ ეს არის მსოფლიოში საუკეთესო ეკოსისტემა. უკან მაქვს მაგალითად MacBook-ი, ინფორმაციის მიმოწვა წამებში და უმარტივესად ხდება გინდა Apple Watch-დან, გინდა iPhone-დან, MacBook-ში, MacBook-დან iPhone-ში და ყველაზე მარტივად რო გითხრათ ეს ეკოსისტემა მოიცავს იმას, რომ თუ სულ რაღაც მინიმუმ 2 Apple-ის მოწყობილობა გაქვს, ავიღოთ iPhone-ი და ავიღოთ MacBook-ი, რომელსაც უკან ხედავთ, ჩათვალეთ, რომ ორივეს ერთნაირად იყენებ, რასაც აქ აკეთებ, იგივეს აკეთებ იქ. სინქრონიზაცია ძალიან მაგრად არის მოწყობილი. ზუსტად ეგეთ დეტალებს მოიცავს ეკოსისტემა. კი ბატონო, Samsung-საც აქვს ეკოსისტემა, Xiaomi-საც, არაერთ ბრენდს, მაგრამ აქ არის უკვე ოპტიმიზაციაზე, გამართულობაზე საუბარი, ამიტომ ამ დეტალში გვინდა არ გვინდა უნდა გამოვარჩიოთ iOS. რაც შეეხება ისეთი ფუნქცია რო ავიღოთ, კონკრეტულად Samsung-ის, რასაც iPhone-ში ვერ ვნახავთ, ეს არის Samsung DeX-ი. მე ამ ფუნქციას არ ვიყენებ, მაგრამ იდეალურია. ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, სულ რომ Apple-ის ფანატიკოსი ბიჭუნები რო არიან, ხო, იცით, მარტო iPhone-ი რო დაგეჭიროს ხელში და სხვას რო საერთოდ არ უყურებენ Android-ებს. ეგეთ დონეზე ნამდვილად არ ვარ და არც ვიქნები, უბრალოდ მე რაღაცა მირჩევნიან, რაღაცას, ხო, ბუნებრივია. Android-ი რომ მერჩინოს, iOS იტყვიან რატო გირჩევნიო, პირიქით რომ მერჩინოს, იტყვიან ისე რატო გირჩევნიო. ამიტომ ესე ძალიან ნეიტრალური ზოგადად ვერ ვიქნები. ერთი მომწონს, მეორეზე მეტად. თუ ძალიან ჩაუღრმავდებით და ავიღებთ უკვე Elements, ეკრანს, უშუალოდ smartphone-ის მონაცემებს თუ შევადარებთ, ფოტოს შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ 16 Pro Max-ი და S25 Ultra-ს ფოტო-ვიდეო ჩვენ შევადარეთ TikTok-ზე, ადრე ბოდიში გატყუებთ. S24 Ultra და 15 Pro Max-ი იყო, ჯერ ახლები არ იყო გამოსული. რა შედეგიც უნდა მიგვიღო, მივიღეთ ის იდეაში, რა iPhone-ს აქვს თბილი ფერები, Samsung-ს აქვს ცივი ფერები, მაგრამ აი ვიდეოს დეტალში უკვე ჩემი აზრით და ალბათ რა ვიცი, დამეთანხმებით კიდევაც რომ iPhone-ი ძალიან მაღლად დგას და თუ ვიდეოს ეხება საქმე, Samsung-ს არ უნდა შევადაროთ, უნდა შევადაროთ აი ძალიან ყველაზე ახლოს ვინც არის iPhone-თან ვიდეოს გადაღებაში, ეს არის Sony. სამწუხაროდ Sony ჩვენთან არ შემოდის, მაგრამ როდესაც შემოვა, აი ამ ჩემს სიტყვებში უფრო დარწმუნდებით, როდესაც თქვენით გამოცდით ამ ყველაფერს. ფოტოს რაც შეეხება, ხა ხარისხი და დეტალიზაცია და ფერები და ასე შემდეგ, არც ერთში არ გვაკლია. iPhone-ი დამუშავების შედეგად უფრო აბნელებს, უფრო მეტი ჩრდილი და სიმუქე ემატება ფოტოს. Samsung-ის დამუშავებაზე რო ვისაუბროთ, Samsung-ი აფერადებს და ვინც შემიმაყურებელია, გესოდინებათ რომ ეგ აფერადებული ფოტოები არ მომწონს, AI ხვდება რომ პირობითად უღებთ Windows და ძალიან მწვანე ფერს ვამს, უღებთ უღრუბლოცას და ძალიან ცის ფერს ვამს. Edit-ის შემდეგ კი შეიძლება ეხა ნებისმიერი დეტალის დამუშავება და ჩვენ გემოზე მორგება ამ ფერების, მაგრამ ნუ რატომ უნდა ვიწვალოთ, ხო? ეკრანზე ეხა Samsung-ი ტოპია, Samsung-ი რა ვიცი, რასაც ეკრანი გააჩნია 90% Samsung-ი უმზადებს. Elements-ზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ აი გააჩნია მოდელს თუ ავიღებთ 25 Ultra-ს და 16 Pro Max დაახლოებით ერთი და იგივე დატვირთვით. 9 საათიან უფრო მეტ მუშაობას გაძლევს S25 Ultra, მაგრამ აი S22 Ultra რო ავიღოთ და 13 Pro Max-ი კონკურენტები 13 Pro Max-ი ღეჭავს Element-ში S22 Ultra-ს. მან არის ერთი ის დეტალი, რომ მე ორივე smartphone-ი ვიყიდე ერთი და იგივე დროს, ჯერ 22 Ultra ვიყიდე 4000 ლარი რამ მიმაცემინა, არ ვიცი, Exynos-ზე იყო და ნაგავი პირდაპირ გაგებით, მაგრამ ნუ Snapdragon-ი ჩვენთან არ შემოდის, ამიტომ ცოტა გამიჭირდა მაგის ყიდვა. S23-ები უკვე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ Snap-ის პროცესორზე მუშაობს ყველა და საბაზისო იქნება S23, S23 Plus-ი თუ ფლაგმანი S23 Ultra. ძალიან მომწონს სამივე მოდელი. 24-ზე რო გესაუბროთ, 24-ის უკვე ფორმა არ მომწონს, რაღაცეთ მეტად საკარაქეს გავს. 25-ზე რო გადავიდეთ, 25-ის ფორმა მომწონს, მაგრამ არ მომწონს ის გაუმჯობესებები, რაც დაგვახვედრეს. ჩემი აზრით რეგრესი უფრო იყო ეგ ბოლო სერიაში, ვიდრე პროგრესი, იმიტომ რომ დაგვიტოვეს ეკრანის იგივე მატრიცა, როდესაც ფლობდნენ უკეთეს ახალ მატრიცას და მიყიდეს Apple-ს, რომელიც გამოიყენეს მერე Apple-მა 16 Pro Max-ში. ამასთან ერთად S Pen-ზე Bluetooth-ი საერთოდ გაგვიუქმეს, დატენვის სისწრაფე იგივე დაგვიტოვეს, კამერების იგივე დატოვეს, ეხა ultra wide-ს არ ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ეხა პორტრეტს ultra wide-ში არ იღებს არავინ და ყოველდღიურად ultra wide კამერას არავინ არ იყენებს. ამიტომ მარტო ეგ გაუმჯობეს და დანარჩენი იგივე დარჩა. გაგვიმჯობესეს ჩიპსეტი, რომელიც ტოპია, შემიძლია ვთქვა ერთ-ერთი, გააჩნია რა შეადარებთ, რომ Snapdragon 8 Elite არის უძლიერესი თან კონკრეტულად S25 სერიებში არსებული, იმიტომ რომ მაგას ჰერცები აქვს მომატებული, სიხშირეები, შესაბამისად ის, აი თუნდაც ხედავთ OnePlus 13 მიდევს უკან, იქაც 8 Elite დევს ჩიპსეტი, მაგრამ
როგორც ასეთი S25-ში არსებული 8 ელიტი უფრო ძლიერია ვიდრე გინდა. ამ OnePlus 13-ში გინდა F7 Ultra-ში, Poco-ში და სხვა ნებისმიერ Android smartphone-ში. იყო ტემპერატურის პრობლემა კონკრეტულად 25 სერიებში, Samsung-ებს გულისხმობ, მაგრამ update-ის შედეგად ეს გამოსწორდა და აი ხა აქ update-ებზე მინდა პიქსელი მოვაყოლო, იმიტომ რომ ვიცი რომ Samsung-ში დღემდე ელოდებით One UI 7, რომელიც 98 წლის წინ არის უკვე გამოსული, მაგრამ ჯერ არ მიგიღიათ, აპრილში მიიღებთ, ვინც არიცით, ამას გეტყვით და აი პიქსელი რეალურად დარჩა მხოლოდ ფოტო გადაღებად და სისტემად. Android-ში სისტემურად პიქსელი სუფთა Android-ი არ არის გადატვირთული რაღაც სხვა UI-ებით და Magic OS-ებით და ასე შემდეგ აპლიკაციებით, რაც უფრო ოპტიმიზირებულად ამუშავებს, მოდი ესე ვთქვათ, smartphones და ეხა ფოტო გადაღებაზე პიქსელი იყო და დღემდე არის ერთ-ერთი ტოპი. მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება იმას, რომ აი ფლაგმანი რო დაუძახოთ, ხო, ფლაგმანი რას ნიშნავს? მაღალი აწყობის ხარისხი, მაღალი ხარისხის ეკრანი, ძლიერი ელემენტი, ძლიერი წარმადობა. პიქსელი აი ხრეების შემოთვალე უკვე არაფრად აღარ ვარგა მაგ ყველაფერში. ნაგავი ჩიპსეტი გამოიყენეს, რომელიც სიმძლავრესთან საერთოდ კავშირში არ არის. კი ბატონო, ცოტას წაითამაშებ, ცოტას იმას იზამ, ამას იზამ, მაგრამ კონკურენცია უკვე იმ ეტაპზე არის, მეგობრებო, მისული, რომ ზოგი მთვარეზე დაფრინავს, ზოგი იმაშვება, ზოგი კომპიუტერის თამაშებს გათამაშებს იდეალურად თვითონ smartphone-ში და ამ დროს პიქსელი რაღაცა სტრან გზას ადგას, მოდი ესე დავარქოთ, მე-4 წელია უკვე. 6 ვიყიდე რომ გამოვიდა ეგრევე 15-20 წუთში ისე ტემპერატურაზე ადიოდა smartphone-ი, მართლა ხელში ვერ დაიჭერდი. 8 Pro-ც მქონდა და 9 Pro XL-იც. 9 Pro-ზე შემიძლია მხოლოდ დადებითები ვთქვა იმის კვალობაზე თუ წინა სერიებში რეები გვხვდებოდა, ეკრანის გამოსწორებული დამხვდა, ტემპერატურების გამოსწორებული დამხვდა, აწყობის ხარისხიც და იგივე შემიძლია ვთქვა ელემენტზეც, მაგრამ საბოლოო ჯამში სანამ ისევ ტენსორის ჩადგმას გააგრძელებს Google თავის smartphone-ში, იქამდე როგორც ასეთი პერფორმანსში, სიმძლავრეში ვერც Samsung-ს ვერ შეედრება პიქსელი, ვერც OnePlus თუნდაც, ვერც Honor-ს, ვერც iPhone-ს და ვერც hertz ალბათ. თან ამ ყველაფრის მთავარი მუღამი იდეაში არის ის, რომ რა ფასს იხდი, ხო? $1200 ღირს Pixel 9 Pro XL. იგივე რაც, რა ვიცი, 25 Ultra 16 Pro Max-ი, Xiaomi 15 Ultra და ასე შემდეგ. და გაძლევს ბევრად ნაკლებ სიმძლავრეს, ბევრად სუსტ ელემენტს, აწყობის ხარისხს და ასე შემდეგ, ხო? რო ღირდეს პირობითად $700-800 ალბათ საუკეთესო smartphone-ი იქნებოდა მსოფლიოში ეგ Pixel 9 Pro XL, მაგრამ ღირს ზუსტად კონკურენტების ფასით და კონკურენტებთან შედარებით გთავაზობს ბევრად ნაკლებ შესაძლებლობას. თორე ზოგადად Pixel-ზე არ გეგონოთ, რომ ცუდი წარმოდგენა მაქვს, ერთ-ერთი პირველი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ვიყავი, ვინც წლების წინ სულ Pixels ახსენებდა, ხალხო გაიცანით ეს ბრენდი, ეხლა იგივე შემიძლია თქვა OnePlus-ზე, იმიტომ რომ წინა ვიდეო რო დავდე რამოდენიმე ისეთი კომენტარი შემხვდა, რომ აშკარად ბევრი არ იცნობს ამ smartphones, TikTok-ზეც მიდევს ამაზე ვიდეო და ერთმანდა მიწერა, რომ 1-2 წელში გაჭედავს სისტემურად თუ არა, მეგობრებო, ეს რაღაცა 5-10 ლარიანი smartphone-ი არ არის. OnePlus-ი არის ის ზედმეტად ჩამოყალიბებული, ზედმეტად შემდგარი ბრენდი, რომელიც აი ეს წინა ვიდეოშიც ვახსენე, მაგრამ 3 წლის წინანდელი smartphone-ი შემიძლია მოვიტანო, გაჩვენოთ, გაგატესტინოთ და შეადარეთ ნებისმიერ 3 წლის წინ გამოსულ smartphone-ს, Samsung-ი იქნება თუ iPhone-ი. არაფერში არ ჩამოვარდება და ამდენი წლის კვალობაზე შეიძლება ბევრ რაღაცაში აჯობოს კიდევაც. ამიტომ ესეთ smartphone-ებს ეგეთი წარმოდგენა არ გქონდეთ. კიდევ ზოგადად აი Android-ზე და iOS-ზე მინდა ესეთი პატარა შედარებასავით გავაკეთო. კონკრეტულად ის, რომ აი მაგალითად გაგებული მაინც გექნება, თუ აი თუ კონტენტ კრეატორი ხარ, აუცილებლად უნდა გქონდეს iPhone-ი. ნუ ამ ყველაფერში არის რეალურად სიმართლე და ამ ყველაფერს განაპირობებს ის, რომ iOS-ი ზოგადად სისტემა ძალიან ოპტიმიზირებულია ნებისმიერ აპლიკაციასთან. არის სისტემაც, რომ iPhone-ით ატვირთული ფოტოებს უფრო ნაკლებად უგუშტება ხარისხი, კი, ეგეც რეალურია და ესეც ოპტიმიზაციასთან არის დაკავშირებული. ამასთან კიდევ ერთი დეტალი შეგვიძლია ავიღოთ ის, რომ ნებისმიერ სოციალურ ქსელში ქსელით გადაღებული ფოტო-ვიდეო, ანუ ამაში გულისხმობ იმას, რომ როდესაც TikTok-ს გახსნი პირობითად და TikTok-ით გადაიღებ ვიდეოს, ამ შემთხვევაში იყენებს iPhone-ი თავისივე კამერას და არა აპლიკაციის კამერას. სწორედ ამიტომ არის ხოლმე, რომ Android-ებში, უფრო ძველ Android-ებში უშუალოდ აპლიკაციით გადაღებული ფოტო და ვიდეოს, როდესაც ატვირთავთ, ხარისხი არის ძალიან ცუდი, რომლის გამოწორება შემდეგ არ ხდება. Android-ში სულ რამოდენიმე მოდელს აქვს, რამოდენიმე აპლიკაციასთან მსგავსი ოპტიმიზაცია, რომ თავის კამერას იყენებს და არა აპლიკაციის კამერას, მაგრამ ეს თითზე ჩამოსათვლელი მოდელები არის, ყველას არ აქვს. ამასთან ერთად უშუალოდ
iPhone-ისთვის გამოსული აპლიკაციებიც უფრო ოპტიმიზირებული არის ხოლმე ვიდრე Android-ისთვის, უშუალოდ App Store-ში გულისხმობ, რაც არის განთავსებული და იქით Android-ებისკენ Play Store-ში. ამიტომ კი, რეალურად არის რამოდენიმე ისეთი დეტალი, როდესაც თუ კონტენტ კრეატორი ხარ, ხშირი შეხება გაქვს სოციალურ ამ ფოტოსთან, ვიდეოსთან, უკეთესი იქნება თუ გამოიყენებ iOS. Android-ი რა შუაში იყო, არ ვიცი, მაგრამ მიხვდით. მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნება თქვენია, გემოვნება თქვენია, რეალურად Android-ი და iOS-ი გემოვნების საკითხია, კამერები გემოვნების საკითხია, ყველაფერი ინტერფეისი, საერთოდ ყველაფერი არის გემოვნების საკითხი. შესაბამისად, თუ iPhone-ი მოგწონს, უნდა იყიდო iPhone-ი, თუ Android-ი მოგწონს, უნდა იყიდო Android-ი. ორივე ძალიან ბევრ დეტალში არის ერთი და იგივე დონეზე, მაგრამ არის უფრო კონკრეტული დეტალები, აი ხა თუნდაც სისტემური ოპტიმიზაცია რო ვიღოთ აპლიკაციების მიმართ ოპტიმიზაცია, აი მის გავს დეტალებს გულისხმობ. არის ეგეთი მომენტები, როდესაც ერთი მეორეს რაღაცაში შეიძლება ჯობდეს. მაგრამ თუ პირიქით დავატრიალებთ, ისეთ დეტალებს შეგვიძლია შევეხოთ, სადაც Android-ი გაცილებით უკეთესი იქნება iOS-ზე. იგივე მე არ ვიყენებ ზოგადად რაღაცა ეს APK და დახაკული თამაშები ზოგადად არ მიზიდავს, მაგრამ მე ვარ თქვენ ხართ, თუ გიზიდავთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ორჯერ ორია რომ Android-ს უფრო უნდა მიანიჭოთ უპირატესობა ვიდრე iOS. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს iPhone და Samsung არის ორი ტოპ smartphone, რომელიც ნებისმიერ საქმეს იდეალურად შეგისრულებს. ეხა აქ A სერიებზე და რაღაც iPhone 7 და 6 არ არის საუბარი, ალბათ მიხვდებოდით. არც 16-ზე და 25-ზე. ავიღოთ iPhone 13, ავიღოთ S23. ცოტა ძველებით შეიძლება, იმიტომ რომ რესურსი ძალიან დიდი აქვს იმ S23-ს. ახლის ყიდვა შეგიძლია, ისევე როგორც ახალი iPhone 13-ის ყიდვა შეძლებ. 12-ები, 11-ები აღარ არის, ისევე როგორც S21, S22-ები. ამიტომ ჩემგან დიდი პატივისცემა ორივე ბრენდს, Apple-მა მასწავლა და დამანახა და შემასწავლა იდეალური სისტემა, როგორ უნდა იყოს წლების განმავლობაში ოპტიმიზირებული იდეალური ეკოსისტემა. Samsung-მა დამანახა, როგორი შეიძლება იყოს უნივერსალური smartphone, რომელიც ყველაფერში ღეჭავს, ყველაფერს ესე რომ დავარქვათ, ეხა S25 Ultra-ს და ROG Phone 9 Pro-ს არ შევადარებ გეიმინგში. ის გეიმინგ smartphone-ია, Samsung-ი უნივერსალი არის, რომელიც იდეალურად გათამაშებს, იდეალურად გაგიძლებს, იდეალური ელემენტი ექნება, ეკრანი ექნება, ოპტიმიზაცია ექნება, თან ეს One UI 7 თუ არ მოსუაჯერ, რომ მოვა მიხვდებით, რომ ბევრად ოპტიმიზირებული არის წინა სისტემასთან შედარებით. ეს ყველაფერი კიდევ ერთი პლუსი არის, გამოსწორდება ბევრი ის პრობლემა, რომელიც წინა ვერსიაში იყო, ამიტომ უბრალოდ ესეთი ბრენდების შედარება არ შეიძლება ერთმანეთთან. როგორც მესი და რონალდოს ვერ შეადარებ, შეგიძლია კონკრეტულში შეადარო, ხო? რონალდო თავზე უფრო მაგარია ვიდრე ის მესი. აი კონკრეტულებს თუ შეადარებ, მაგრამ ზოგადად არც Mercedes-ი და BMW არ უნდა შეადარო, არც შავი და თეთრი, არც Nike და Adidas-ი და არც Samsung-ი და iPhone-ი. ორივე არის პირველი. შეგვიძლია სამომავლოდ გავყვეთ ესეთ კონტენტს, რაღაც კონკრეტულები შევადაროთ კონკრეტულებში და არა ისე რომ აი ამას 5000 mAh ელემენტი აქვს, იმას 4000-იანი და ამიტომ ის 5000-იანი ჯობია. არ არის ეგრე შეიძლება ვაფშე ვერ ჯობდეს. ძალიან ზოგადად კონკრეტული არა მოდელები, არამედ ბრენდები, რას გვთავაზობს, ხო? ერთს რაღაც უკეთესი აქვს, მეორეს უარესი და ასევე პირიქით. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ მსგავს კონტენტზე. მე კიდე გემშვიდობებით, ვიდეო თუ მოგეწონათ, დიდი თხოვნა იქნება დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ არის ხილაკი, გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.